ხამია ხალხო ღამე. ოღონდ დილა მშვიდობს. დავიდეთ მე როგორც ყოველთვის ნაგვის ცელოფანი თავარ. ძალიან ჩაბნელებული სოფლის ქუჩები ვის არის. არ ყოფნის განათება. იქნება უკანა გზაზე მაღაზიაში უნდა შევიარო და ფული მინდა ანგარიშზე შევიტანო. აი ლამპიონზე გამოვჩნდი ჩათბილული, მაგრამ ფეხზე ნასკები მაინც არასდროს არ მაცვია და ეხლა ვფიქრობდი ყელი ხომ ტკივა საშინლად. ცხვირიდან მომდის. ასე შეიძლებოდა გარეთ გამოვარდე და აფეხშველა. მაგრამ თითქოს რაღაც დამეცა ხელზე წვიმასავთ. ჩავყართ ნაგავია იქითა გზაზე ალბათ გათენდება ცოტა შორს მივდივარ და დაბათენდება. ფული უნდა შევიტანო ანგარიშზე. ანუ საქართველოს ბანკიდან ძალიან მარტივად გადამქონდა ხოლმე TBC-ს, ვუწევდი ჩემს მობილურის ნომერს. 3 დღის წინ აი გამინათეს. ვერ გადავიტანე. არ ვიცი როგორ მოვახერხე ფავორიტ ბარათად მაქვს. ჩემი მეგობრის ბარათი მიბმული. გადაერიცხა იმას, ანუ თან ბანკში დავრეკავდი და ისტერიკას ჩავარდებოდი. ცოტა მეშინ. მასქენი. დაურეკე რომ მეთქი ჩახვარ ჩაგერიცხათ შემთხვევით თქვენ. კი, ამან ფული გაქორო, აქეთ-იქით რიცხავო. ეხლა რატომ აქ ფავორიტ ბარათად მივმული? იმიტომ რომ მას აქვს შემნახველი იმ ბარათზე, რომელსაც არ ხმარობს. ხო და ასე მიმავმევინა და მიჩხრა რომ როცა გაგიჭერდა საიღე და მე დააბრუნე. ხო და ამიტომ მაქვს ახლა სხვის ბარათს სხვანაირად ვერ გამოვიტანე. Why me go shemeshin? Sorry. Good morning. Good morning. მე кайსუნე ექტორალდა შოკადიას ის კარგი სუნქანა. ხოლა გუშინაც გავაკეთა იგივე ნომერი. რაც ხარ მირეკავს. გადავრეკე რომ ჩემი ფული შენთან ხوار ჩაირიცხა თქო და მოიცო. ახედა იგო ცალთორკიო. შეიძლება იმ ბარათის გატარება ჩვეულებრივ და იქიდან განახდა, მაგრამ TBC-ზე მჭირდება ფულები. ბევრი ფულები. დედა როგორ შემაშინდა. კუჩის ბოლოში, ანუ წარმოგიდგენთ, ეს ლოგინიდან გადმოვარდნილი ვით რო ვარ. გათენდა. ტიტა. ყველაფერი იღლიაში და ხელში. ესე იგი, არასდროს არ ყიდულობ ცელოფანს. ირიკოს გამოგზავნილი ტომსიკები ხო და მაქვს. ეს ყელი ძალიანაც ამტკივა. ხო და ეხლა საწავიღებდი ამ ტომსიკებს. 2 ალო. რას დააცრევა მორჯარცო. რომ კითხოთ რა ვიცი? ამაზე ბანკის რაღაცები მაქვს მიბმული. ამაზე სხვა რაღაცები მაქვს, ნუ ეს კუდება. აი ხალხო ნახეთ როგორია. გარდაცვალებამდე უკლია 2-3 წუთი. კაი. უკვე ბევრი მანქანა მდადიან, არ არის სუფთა ჰაერი, მაგრამ მაინც კარგია. პლუსტი. ფეხთან პატარავ და ხალხ გაგიგიათ ეგეთი რამე. კარგი თამამი 38 მქონდა. ვინმე არ გამოყოლოს. გადმოვიდეთ ტროტუარზე, სადაც არ შესაძლოა. ეხლა მაქვს 37. ხო და ეს ფილეს კარგი პლუსტები. ვიყიდა ტაილანდში.
ჩემი ზომა იყო დედას გიფიცებით. ჩავარდნილი ვერ შიგნით. ანუ ზაფხულში ვერაფერს ვერ გამოვიყენებოდა, ფეხი დამისვლდა, ფეხის გული. მივცურავ წილი. ზამთრისია. ეს სახლი შენდება, რაც მე სოფლიდან ჩამოვედი კალოშთან 25 წლის წინ. და სულ მომწონდა. დასრულდა. მაგრამ არ დაალაგეს და არავინ არ ცხოვრობს. მინდა ესეთი სახლი ამ ქუჩაზე. ჩემი ქუჩა. მუშაობ დღესაც. გადავწყვიტე რომ ცეცხლში არ ვიმუშაო. იმიტომ რომ გავიჭედები. და სამსახურში ვარ წასასვლელი. ხოდა მომწყდა ხელი, როგორ იღებთ. ხო და კიდე ვიდეო ედიტორები ვეღარ მიპოვია, ყველაფერი ფასიანი გამიხდა ტელეფონში. უკაცრავად. დამირეკეს დილაუთენია, გავფინოთ სერეც. უკვე მორჩა. ასეთ მაიკებს ხმარობ, მეგობრებო, კარგად. სახე მაქვს დამუშავებული და ეხლა შევადაროთ ესოდენ აღიარებული ესენსის ფილტრი, Magic ფილტრი და ხათოს მზის დამცავი. და გაჩვენებთ. ანუ პროდუქტს ვათბობ, არ ვიცი რატომ მინდა ხო. არ დავინანოთ, რომ რეზულტატი კარგი იყოს. ხელით მეყვარს გადანაწილება. გაჩვენებთ შუქზე კიდე კარგად. აი ასეთი ბზინვარება აქვს. უყურეთ. იქით ჩამქრალია. ნახევარს გავაკეთოთ ხათო. ხათოს მზის დამცა. რომელსაც ჭამ. შუბლი ვერ გავყავი, ამ ხელა შუბლი რო გექნება და შუაზე რო ვერ გაყოფ. გავიხადე პირი დასაბანი, მაგრამ ეს უნდა მეჩვენებინა თქვენთვის. აქეთ ამხარე. ხათოს კრემი. ზის დამცავი, რომელიც შეფერილია. ნახეთ როგორ ჯანსაღია, ჯანმრთელია და ანათებს. აქეთ-აქე სტაფილოსფერი შეფერილობა, თითქოს ავადო არ აქეთ ამხარეს. ნახეთ, სიყვეთილე და სიჯამთელი. წვედით იქით შუქზე კარგად ვნახოთ კიდევ. ნახეთ, ხათოს მზის დამცავი და ესენსის ფილტრი. სიყვეთილე აქ. სერცი გავფიქრე. როგორ შემოვედი. მიუხედავად იმის, რომ ეს გადანაწილებული მთლიან სახეზე ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ნუ აი ამ ეფექტს ვერთ მობრად, რა გავაკეთო. როგორ მოვიქცე, რა ვიყიდე ამ დილაბნელს შობა ინტერესებს რეალიაში რა მქონდა ამოჭრილი ფუნთუშები. და შევაჭრე მაცივარში.
არც რაღაცა ახალი წვენი გამოვიდა ვერ ვიტადი ჩემს ოჩოფეხებს. წარბებელი ვინ არის? ესპანეთიო. 4.95 ღირის პარში. ემულგატორები ცოხრათ აქვს. მაგრამ არ ვიცი როგორია. შეიძლება ასეთ დავაგდა. ლაპარაკი მიჭერს ისე მტკივა. გადავიდეთ კომენტარებზე. ცოტა და დავიშალეთ. I was looking around for where's interesting non-alcoholic drinks. None of these things existed. So we had to create. ხება ჩავაწყვეტიდოთ ამ ქალს ვიღაცა. არ ვიცი თუ. მაგრამ ყველაფერი გვიწერს. ყველაფერი მისაღებია დორე და მოსაწონი, რაზეც საუბრობ და რასაც საქმიანობ. მაინც გამოვყოფდი ერთ მოტივატორი ადამიანი ხარ. მიუბაძოთ ბევრმა. არ მათხოვრობ. როგორც გინდა ისე გაიგეთ. მაყურებლების შრომებს და იბრძვის შვილებისთვის წარმატებები. არ ვიცი. დორა. ამ შემთხვევაში მე არ შეგადარებთ ერთმანეთს. უბრალოდ ძალიან განსხვავებულები ხართ და ეს ნორმალურია. ჩვენ ადამიანებს ხომ გვაქვს საერთო და მეგობრობთ ერთმანეთთან. ზოგჯერ ძალიან განსხვავდებით და ვერ ნახულობთ საერთოს ასეთ ადამიანსთან. სულ ესაა. ასკეზა არ ვიცით, რომ მოვიძიე და გავიგე უფრო. აღთმა ხომ მამაოს განმარტება საინტერესო იქნება, არ ხმარობენ მაგ სიტყვას სასულიერო პირები, უფალი გვარავ და საყვარელ და ჭკვიანო გოგო ზელმა გვიწერს. ძალიან ბევრი განმარტება მამაოს ზელმაკო და მოусმინე. ლიკა 49-35 ლიკო და მომწერა კიდევაც გუშინ და ცოტა გვიან ვუპასუხე. დორე ძალიან მომწონხა როგორც პიროვნება ასკეზას პრაქტიკებს უკვე თითქმის 5 წელია ვაკეთებ საოცრებაა რეალურად და კიდევ ნეიროგრაფიკაც. არ ვიცი ნეიროგრაფიკაზე არაფერი ვძებდი. ძალიან კარგი მეთოდია გირჩევთ. ასკეზას ნეიროგრაფიკას და ასე შემდეგ თანამედროვე განვითარების მეთოდებს რატომ არ უშვებენ ადამიანი თავის ცხოვრებაში არ ვიცი. მიკვირს. ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ვინც არხზე ხართ სიყვარულით და გულწრფელად. ასეთი რამე მე მგონი არავის არ დაუწერია. ძალიან სასიხარულო კომენტარია და მისაბაძია ერთმანეთთან ხო უკვე ერთი და იგივე ხალხი რო წერთ, ფაქტიურად მეგობრები და ნაცნობები ხართ. და ასე ყველას სიკეთე და ბედნიერება გვისურვა. ჩატ ეკა გვიწერს, ეკა ჯი 5101. ჩატ GPT-ის განმარტება. ასკეზა ნიშნავს სულიერ თავდატანობას, როდესაც ადამიანი ყოფლობით თმობს რაღაც კომფორტს, სურვილს ან ჩვევას. ასკეზა არის, როცა საკუთარი სურვილები შენ თავს აღარ მართავ, შენ მართავ მათ. რა ვიცი, სხვადასხვა ჩატ GPT გვაქვს ეთყობა მეტად თქვენ. ვერ გეტყვით, ჩემთან ასე იყო. ასე იგუგლება, ასე იძებნება. ჩემი ხათუნა მიწერს, კი გიხდება დორიკო ხათუნა ფერაძე. თეა. გონთეა ქვია თოს 46-86. დორიკო გუშინ მომეჩვენა რომ გაღიზიანებული იყავი, მალე გამოჯამრთელდი. გაციებული. აი ასე როცა ვერ ვკითხულობ. ერთ ქალბატონს ეწყინა გუშინ წინ რომ ჩემს გვერდზე ქილიკობოდა ამ დროს. აქაც გეტყვით და კომენტარიც დაგიწერეთ რომ თქვენი გვარი რომ ვერ წავიკითხე საკუთარ თავზე გავიცინე. გვერდზე როგორ შეიძლება გაიცნოთ მე თვითონ რა სასწაული გვარი მაქვს. ძალიან რომ მოინდომო მსგავს კარგ გვარს ვერ იშოვი. ოლიკო ჩემო გახდა გულიმწყდება ძალიან გასაგებად მოკლე და კონკრეტულად პასუხგაცემულია და ასე ვთქვათ მაინც ჩორტაობენ და რას ელოდებიან. იმას თავის გზაზე გაუმარჯოს. პასუხომ ერთია ვისაც დანახვა უნდა, ვინ არის ხედავთ დორა საოცრება ხარ უფალმა შეგაძლებნოს და გაგაძლიერო. შენს ლამაზ გულში ნაფიქრი და რაზეც ლოცულობ მიყვარს დორაო. მადლობა, ვისაც რა უნდა ისაკეთოს. დავხუროთ ეგ თემა, აღარ გვაინტერესებს.
ეკაჯი გვიწერს 51.01 მართალი ხართ შედარება არ შეიძლება იდეალური არავინ არ არის ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი რა თქმა უნდა ინგა ჩხაიძე საყვარელი დოლარი როგორ საინტერესოდ საუბრობო მიყვარხარ ხათუნა კენჭაძე გულებს გვიგზავნის გვანცა მამულაშვილი რომელმაც ეს თემა დაიწყო გვანცულა კი აი ვიგულისხმა გარიგებას რომ დებენ გაუაზრებლად მაგ წონის კლებისთვის და ამ შემდეგ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინე მაგ საკითხზე და დაგიწერეთ გორდსფერად და კეთილად ჩავით უღრმესი მადლობა შენ გვანცა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარები და მე თქვენგან ძალიან ბევრ ამას ვწავლობ ვიგებ თუნდაც ახლა გავიგე კიდევ რომ არსებობს რაღაც რა დაგვიწერა ლიკას კომენტარი იყო ნეიროგრაფიკა რომელზეც საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რა არის ის რა არის ძალიან ბევრ ამას ვიგებ სწავლობ თქვენთან ერთად მეც ვეძებ და მე ეს გაზიარების სახე უბრალოდ ის იყო რომ ნუ ჩემთან ასე არის მე ასე აღვიქოვ ეს არის ჩემი აზრი არავის ჩემს აზრს თავზე არ გახოთ ჩემს წარმოდგენაში ასე რაც შეიძლება ღმერთთა გარიგებაში მოვიდე იმაზე რომ საშემად მაგ თმები დავიკიდოთ მე წონას მოვიკლებ მას თრამეს მე არ ვეკადრებ ღმერთს მაგისთვის ნამდვილად ვერ შევაწუხებ მადლობა შენ ასეთი კარგი თემა რომ დაიწყე გვანცა ჩემი ირიკო მიწერს დორაო სიყვარულებიო ლეილა გიორგელაშვილი გვიწერს ჩემო დორიკუნა გინაცვალე შენ გოგოცუნა საყვარელო ნინო ხარხელი გვიწერს გამარჯობა დორა ლამაზო იცი რომ ხშირად არ მიყვარს კომენტარი მაგრამ ზუსტად ის პასუხი გაიცი რასაც შენი შეგნების გოგოსგან ველოდებოდი ყველა ადამიანი ინდივიდია და შედარებები არ არის საჭირო კი ვიცი მე მგონი ასეა ვერავინ ვერ შედარდება მე მგონი ვთქვი ჩემ შეგნებაზე კაქტუსი 88-40 დორა შენთან დიდი ბოდიშის მოხდით წერ კომენტარს მართლა შეუძლებელია შეგადაროს ვინმე YouTube-ის დიად დივას კაქტუსი მაგის სექტანტების ენის მიტანაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს მანანას მეც შეგადარებ ორივეს გაქვთ რაღაც მუხტი ენერგია ორივე ცოცხლობთ და ცხოვრობთ ორივე იბრძვით არ წუწუნებთ არ მოთქვამთ ორივე ისახავთ მიზანს და აღწევთ რამდენჯერ მიფიქრია ნეტა მანანას ენერგიის ნახევარი მქონდეს თქო წარმატებებიო Я ვიცი დავაგულებ ამას და იქ ვნახავ კომენტარს დავაგულებ და არ დააგულებ და მაწყენინებ ადამიანს ძალიან ორ წყალშუა ვარ თემა უნდა შევცვალოთ სასწრაფოდ ხატია 72-29 გულებს გვიგზავნის იაკო ბუზნაძე ჩემო ძვირფას თქვენ როგორც მშვიდად გრძნობ თავს ისე მოიქეცით უფალი გფარავდეს დედა რასაც აკეთებს ყველაფერი შვილების ბედნიერებისათვის აკეთებს მიყვარხარო მეც მიყვარხართ ყველანი ხათო 50-07 გულებს გვიგზავნის და მეც მიყვარხარ ეკაჯი 51-01 ანუ ეკა საყვარელი ხარ ძალიან გიშდები როცა ადამიანი ანუ მესამე კომენტარი შემხვდა ანუ ნიშნავს იმას რომ უყურებს და თან მელაპარაკება და ეს კომუნიკაცია არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ რაღაცას რომ მოისმენს აზრი დასრულდება წერს და მე მინდა ასეთი კომუნიკაცია თქვენგან ენის მიმტანს კი არც თქვენთვის უნდა კარგი და არც ნინისთვის მას ადამიანს არასდროს ვენდობ გეთანხმები მე ყოველთვის ვიაზრებ იმას რომ ჩემთან ვისაც მოაქვს ამბები და ვინც რაღაცებს მეუბნება ის იმასაც ეუბნება ეგ გააზრებული მაქვს მაგრამ მე ინფორმაციის სახით ვიღებ აი ქალბატონს რო ვაწყენინე მარინა ზიგინიძე კიდე ძლივს წავიკითხე ოღონდ სახე უნდა გავასწორო არ შეიძლება გვარის წაკითხვის დროს ასეთი ქილიკი არა და გარკვევით წერია ძალიან გაფასებ და მომწოხარ მაგრამ შეგეშალა მეწყინა ნუ გეწყინებათ დედას გეფიცებით საკუთარ თავზე ვიცინოთ მაია
ასკეზა საშიშია მაშინ თუ ნამდვილ შინაარს ვერ გავიგებთ და მართლაც გარიგებასავით შევთავაზებთ ღმერთს საკუთარი სრულყოფისთვის. დიახაც რომ მიღებულია მართლმადიდებლობაში თქვენ სწორად გაგიგებთ დორა შინაარს და ჭკუის დამრიგებლებმა მეტი გაიაზრონ ჯობიაო. სრულყოფილი ადამიანი ვერ იქნება, ერთი იყო და უფალია, ამას ხო ყველა ადამიანი კარგად აღვიქვავთ. ხო, სრულყოფილება რა არის? სრულყოფილებისთვის ბრძოლაც ვფიქრობ მე ჩემ თავში, რომ დანაშაულია. ის რომ სიკეთე აკეთო და რაღაც მხარე სიკეთით მოიწესრიგო, ვფიქრობ რომ მანდაც ცოტა დანაშაულის მარცვალია რა. სრულყოფილი ვერ იქნება ვერაფრით. არ არსებობს რომ არაფერი შეგეშაოს კი არა, არაფრები მრავლობითში. ნონა თოდაძე გვიწერს დორაო. გვიყვარხარო თეთრი გულებითო, მე წითელი გულებით მიყვარხარ და ნინო გაბუნია გვიწერს ეს მე მგონი ჩემი დირექტორია. 29-90 რომ უეჭველი ჩემი დირექტორია. ახალი კომპანიის რო გადმოვიპარე. გულებს გვიწერს. ხო, მოკლედ, სულ ეს არის გოგოებო. ეცით რა არის? მე რასაც ვლაპარაკობ. ვითომ ვლოგერი. ვითომ დორა. რასაც გიზიარებთ. ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი, ჩემი ემოცია, ჩემი შეფასება, ჩემი ცხოვრება. ყველაფერი ჩემი. მე თუ ვიღაცისგან მოვაკოპირებ და წამოვიღებ, ანუ დავკარგავ ჩემს სახეს, ანუ ის ტყლარჭვა, ის გრეხვა, ის პაუზები, ის მეტყველება, ის ყველაფერი რაც ჩემს აქ ამ ყუთში ხდება, არის ჩემი. ვერ დავიწყებ მე ვიდეოს ესეთი ლუკ-ლუკით, იმიტომ რომ არ ვარ ეგეთი რა. ანუ არ შემიძლია მე. რაღაცები არ შემიძლია. ანუ მე რომ დავიწყო აფერისტულად ვიდეო, ანუ არა სწორად უნდა ფორმულირება სწორად უნდა მეცე. აი გამარჯობათ როგორ ხართ ჩემი სიყვარულებო კეთილებო. ტუტუტუ ძალიან აფერისტი ვიქნები, იმიტომ რომ არ ვარ ეგ ტიპი. აი ესეთი ვარ. ხო და ანუ ჩემ დამოკიდებულებას გრძნობთ ძალიან კარგად. რაც შემიძლია რომ მოგეფეროთ გამოხატულია ეს ყოველი სიტყვები არ შემიძლია. ამიტომ ესე მშრალად დაწყებული ვიდეოები ჩემი სტილია, რომელი საათია ჩემი სტილია და ხვდებით განმეორებით ვიღაცების ვიდეოებში, მაგრამ არა უშავს. ხო და სხვა მომბაწოს მე არ მინდა არავის მიუბაწო და მე მინდა რომ ვიყო მე. ჩემი უარყოფითი, ძალიან ბევრი თვისებით და ბევრი დადებითი თვისებით. დავედი ახლა მე. თაფლიან ყავას ვცეცხლავ. ჩავცეცხლავ. ხო და